მალე თბილისიდან რუსთავამდე გზის გავლა გაცილებით მოკლე დროში იქნება შესაძლებელი, თუმცა მანამდე დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაო ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ ეტაპზე რამდენიმე მონაკვეთია დასრულებული. ახალი გზა ერთ-ერთმა პირველმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამოსცადა. ამის შემდეგ 6 კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადის ძველი გზიდან ახალ გზაზე გადართვა მოხდა. ფონიჭალიდან რუსთავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივ რეჟიმში მოძრაობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ძველ გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება არ დასრულდება. ეს არის დროებითი გადმორთვა, რომელიც განტვირთავს წინანაც ამ მოძრაობას, როგორც მოგესალმება ძალიან დაზიანებული იყო და თუ მდგომარეობაში. ეს არის ერთი მიმართულება, ერთი მხარე. უკვე კონტაქტური კომპანია შეძლებს თავისუფლად მუშაობას მეორე მიმართულებაზე და ახლობით აპრილის თვეში იქნება უკვე მეორე მიმართულებას გახსნილი. გრძელდება ინტენსიურად მუშაობა. დღეისათვის მქონდა აზიის განვითარების ბანკთან კიდე დამატებითი მოლაპარაკებები საგზაო განათებასთან დაკავშირებით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ პროექტს. მივახციეთ პირველად თანხმობას, ვიწყებთ პროექტირებას და გზის დამთავრებასთან ერთად ასევე იქნება დამონტაჟებული შესაბამისი გზის განათებაც. პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები. მოეწყობა ტროტუარები, რის შემდეგაც თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრაობა სრულად განიტვირთება. გზის ახალი მონაკვეთი აზიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. გზის ახალი მონაკვეთი საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას. ამ ავტომაგისტრალის მშენებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რის შემდეგაც მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოება და გამარტივდება მოძრაობა რუსთავის მიმართულებით. 17 კილომეტრიანი მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე მანძილის დაფარვა შესაძლებელი 15 წუთში იქნება. პროექტის ბიუჯეტი 88 მილიონ ლარზე მეტ შეადგენს და ის აზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.